მწყდეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი შემოგვიერთდა. დილამშვიდობის მამა ლევან, გმადლობთ მოგწევით. ძალიან დიდი მადლობა. მამა ლევან, ჩვენ მაყურებელი ყოველ პარასკევს მოლოდინშია იმისა, თუ რომ სახარების რომელი თავი წაიკითხება კვირას წირვაზე, რას მოისმენს მისული მრევლი, რომ ვუთხრათ მაყურებელს თუ რა იქნება წაკითხული და შემდგომ უკვე განმარტოთ შინაარსობრივად. ყველა ხვედრისას შევნიშნავთ, რომ სახარებები შემთხვევითი თან რიგით ან ისე უბრალოდ არ არის შერჩეული, არამედ კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტული მიზნით დაწყობილია, განლაგებულია, განთავსებულია, რომელიც მთელ ლიტურგიულ კონკრეტულ პერიოდს ასახავს და რაც თავარი აღზრდელობითი პროცესი შეაქვს, სრულად გამოხატავს იმ პერიოდს, იმ პროცესს, რისთვისაც ჩვენ იქ რაღაცა სარბიელს გავდივართ. ამ შემთხვევაში დავძინოთ, რომ ფაქტიურად თავდება მოციქულთა მარხვა კვირა დღეს და ეს პერიოდი ეს ციკლი, რომელიც 52 კვირის მიხედვით არის დაწყობილი, ამასთან მორგებული იყო ეს პერიოდი ამ მარხვასთან და არათუ მხოლოდ დღევანდელი საკვირა უпростоრად ამონარიდი, არამედ მთელი ეს პერიოდი ერთფრთლიან ჯაჭვს ქმნის, რომელიც აღზრდელობით პროცესს გადის. და ალბათ კარგი იქნება თვალი გადავადევნოთ ჯერ შევახსენოთ, რომ წინა დღეებშიც, წინა საკვირაო სახარებებშიც რაზე იყო საუბარი, რას განმარტავდით, იმიტომ რომ უშუალო კავშირში ეს ყოველივე და შევახსენოთ, რომ თავიდან იყო მოციქულთა მოწოდება, რომელიც თავისთავად საგულისხმო იყო მოციქულთა მარხვისა, მაგრამ პარალელი იყო უშუალოდ არამხოლოდ ისტორიული ფაქტის, არამედ ის, რომ თითოეული ჩვენგვან ერთგვარად სამოციქულო ღვაწლს გავდივართ ქრისტიანები, როგორც სახე ქრისტეს მატარებლებისა და საქმით თუ სიტყვით, გარკვეული მოქმედებით ჩვენ ქრისტეს ხადაგებთ. აი კი ძველ წარმართულ სამყაროშიც ასე იყო ქრისტიანობის პირველი 3-4 საუკუნე, რომ ქრისტიანები ზოგადად თუნდაც სამოქალაქო ზნეობრივი ეტალონებს წარმოადგენდნენ და მიუხედავად მათი დიდი სიძულვილისა და დევნისა, მათ როგორც ზნეობრივი და მოქალაქე პერსონებს პატივს სცემდნენ და ქრისტიანი ეტალონი იყო. და ქრისტეთის განსაზღვრებაც ამით იყო, რომ ერთმანეთს სიყვარულით იცნობდა დანარჩენი სამყარო. ამგვარად სამოციქულო იყო. შემდგომი სახარებები იყო ორი სახარება ასეთი შინაარსის. იქაც სამოციქულო სახარებაშიც ასე იყო, რომ მოციქულები განდგნენ და უაღრესი აირჩიეს, რომელსაც ქვია სულიერი, ანუ ფიზიკური დათმის მეხსეულად, რადგან სათასასწრებლის ძიება იყო და ჩვენი სარბიელიც სწორედ ეს იყო, რომ მარხვა რა არის, სულიერს უპირატესი დაუთმოთ და არა უბრალოდ რაღაცა რიტუალური პროცესი და პერიოდი გავიაროთ, არამედ სულიერს დაუთმოთ ჩვენ ცხოვრებაში და მათაც სწორედ ეს აღმატებულს, მოლოდის სასუფევლისეულს დაუწყეს ძიება და შეუდგნენ და როგორი ეხა საარსებო დატოვეს ორივე ძმამ, ანდრია და პეტრემ, იოანემ და იაკობმა ოჯახები და შეუდგნენ. რა თქმა უნდა, მათ პასუხისმგებლობა არ აუღიათ, არ მოუშორებიათ თავიდან გააგრძელეს თავიანთი ერთგვარი მზრუნველობა, მაგრამ უაღრესი გამოარჩიეს და ამითი ესეც დაგვანახა ეკლესიამ რას ნიშნავს. შემდგომი სახარებებით სწორედ ესეთი არჩევის არის, რომ ადამიანმა აირჩიოს სულიერი და არა ხორციელზე გადაეგოს და ღმერთს მიანდოს, უმჯობესია საუბარი და არა თქვა სრულ იგნორზე, თუმცა ქრისტიანობის ეკლესიაში არაერთი წმინდანი იყო, რომელიც პირდაპირ გაგებითაც ამას აღასრულებდა, მაგრამ ეკლესია ამას არ მოითხოვს ყურადღებას, რომ მარადისობას მიუძღვნათ, არ ჩავიკარგოთ ყოველდღიურობაში და წინა სახარებაშიც ასეთი საინტერესო რამ იყო. ღმერთის მიახლება კაცობრიობასთან, როდესაც ეშმაკეულის განკურნება მოხდა, იქ ჩვენ შეპირისპირება გავხსენოთ, ხო? აი ნახეთ ღადარინელები, როდესაც ნახავენ, რომ ეშმაკეულისგან განთავისუფლებენ და ამ დროს ისინი სპეკულირებდნენ, ღორის ხორცით მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ჭამდნენ, სპეკულირებდნენ და ერთგვარად თამაშობდნენ საღვთო ცნებებთან, ანუ ადამიანი, რომელიც ორმაგი სტანდარტით ცხოვრობს, ისევ იმ ცნებათა გაგრძელება არის, რომ შეუძლებელი ორმაგი სტანდარტით თამაში და ადამიანი თან ვითომ ღვთის ცნებას ასრულებდა და ამავე დროს თავის ამ ქვეყნიურ
ინტერესებში იყო, არაწმინდა ინტერესებში იყო და ზოგჯერ ჩვენც ვართ და რაც ერთ-ერთ სახარებაში, საკვირაო სახარებაში იყო, რომ ვერ ხელეწიფება კაცს ორ უფალთა მონება, მამონისა და ღვთისა, ზუსტად ეს შემთხვევა იყო, რომელშიც რატომაც ღორები შეეშმაკი შეუშვა, რომ ამხილა მათი მდგომარეობა, რომ გამოფხიზლებულიყო და ჩვენთვის რა არის საგულისხმო, რომ ღადარინელები რომ გაუშვებენ, რა პროცესი ხდება ღვთის მოახლება ჩვენში. ერთი პატარა გადახვევა გავაკეთოთ, სანამ მივახლოვდებით, ამონარიდი მაინც არ არის დიდი, როდესაც სამარიტელ არაწესიერ ყოფით ქცევით ადამიანთან მიდის სამარიტელ ქალთან მაცხოვარი მას ირწმუნებს იგი პირდაპირ მიიღებს. შემდგომ სამარიტელები მოდიან და როდესაც ქალს ეუბნებიან, რომ არა შენი სიტყვით გვწამს, არამედ ვიხილეთ, არა ის ქალი უგულებელს, არამედ ჩვენც ვიჯერეთ და ჩვენც მივიღეთ და საინტერესო რამ ხდება, სამარიტელები, რომლებიც წარმართნი იყვნენ უბრალოდ მოსეს შურის აღსრულებელი, ისინი სთხოვენ ქრისტეს მათთან დარჩეს. ხოლო აქ ღადარინელი პირიქით ის ვისაც მოევალდება და ქრისტეს განაგდებენ ჩვენთვის აგულისხმო რა არის რომ მარხოს პერიოდში რომ შესაძლოა ჩვენმა წუთისეულმა მიჯაჭვულობამ და მით უმეტეს არაწმინდისადმი ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი განგვაგდებინოს და სწორედ ეს იყო საგულისხმო მარხოს არბილში რომ ადამიანი არ აღმოჩნდეს ღვთის გამგდებელი და დაასკვნითად შემოდის ესეთი სახარება, წავიკითხოთ, რომლის შინაარსიც საინტერესო რამის გამომხატველია, მათეს სახარებიდან შევიდა იესო ნავში და წიახდა და მოვიდა თვისად ქალაქად, მაშინ მოართვეს მას განრღვეული ცხედარსაზე და მდებარე და იხილა იესოს არწმუნება ემართი და რქვა განრღვულსა მას, ნუგეშინი შვილო, მიგეტევნე შენ ცოდვანი შენი და ახესერა მწიგნობართა განთა ვიეთმე თქვენს გულთაშინა მათთა ვითარმედეს ეხგმობს. იცოდა იესოს რა ხვანი მათ და რქვა მათ, რა ისა თქვენ ბოროტსა ზრახავთ გულთაშინა თქვენთა, რა იუადვილას არ სიტყვათ, მიგეტევნე შენ ცოდვანი შენი, ანუ სიტყვათ აღდეგ დავიდოდე, ხოლო რათა უწოდეთ რამე თუ ხელმწიფება აქვს ძეესა კაცსა ქვეყანაზე და მოტევება ცოდოთა, მაშინ რქვა განრღვულსა მას აღდეგ აღიღეთ ცხედარი შენ და წარვით სახით შენ და იგი მეხსეულად აღდგა წარვით და სახით თვისად და იხილა რა იგი ერმანმან დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა რომელმა მოსცა ესე ვითარ ხელმწიფება კაცთა. კარბარტოთ და მე მიზეზობრიობაც ამ სახარებისაც დაურთოთ. ნუ კაპერნაუმში ბრუნდება ღადარინელთა შემდგომ ეს ისტორია არა უბრალოდ ისტორიას ვაგზავნებთ, არამედ შინაარსობრივია ჩვენ საუბრობითად და კაპერნაუმი მაცხოვრის აქტიური საცხოვრებელი იყო იმ პერიოდში, თქვათ ბეთლემის და ნაზარეთის შემდგომ ჩვენ რო განვიხილოთ მაცხოვრის უკვე შემდგომ პირად ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, კაპერნაუმი იყო მისი აქტიური საცხოვრებელი და მასთან მოყავთ სნეული, სრულიად დაცემული და ასე ვთქვათ, თუნდაც დამბლადაცემული კონკრეტულ ასწავლება არ ვიცით, მაგრამ დამბლადაცემული, რომელიც სხვისი რწმენით განიკურნება, ანუ სხვების სურვილით სწამთ იესოს მიმართ, იმიტომ რომ მას აღარანაირი უნარი არ აქვს გამოხატვისას, როგორც ჩანს, რადგანაც მაცხოვარი სხვა შემთხვევაში დიალოგში შედის ხოლმე წამს, ქსურს და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, მას ამის უნარიც არ გააჩნია და ცალსახად სხვათა რწმენით განიკურნება. და გაკურნების მეთოდი არის საინტერესო. არ ეუბნება განკურნოს, არამედ ცოდვათა მიტევებას ეუბნება. ეხლა რა კავშირშია ვთქვათ სულიერი და ფიზიკური, მოდი ამ წუთას ეს არ განვიხილოთ, არამედ მიზეზი ვთქვათ, რამაც აღაშფოთა ებრაელები და რატომაც მაცხოვარი ასე მიმართავს. მაცხოვარი წარმოაჩენს თავის ვინაობას, განაცხადებს მათ წინაშე. არა როგორც ვთქვათ წინასწარმეტყველთაგანი, არა რომელიღაც ღვთის მიერ გზავნილი პერსონა მოციქული, არამედ თავად მოქმედი ამასწავლებს. სადაც ჩვენ წინასწარმეტყველებში ხედავთ, რომ ისინი ღვთის წინაშე ვედრებად დგებიან. ხოლო ეს თავად განკურნავს და სწორედ ეს კურნების ძალა უფლება საიდან მოდიოდა რომ გულისხმის ყოფა ქონოდა საზოგადოებას რომ ვინ იდგა მათ წინაშე რომ დაპირებული აღქმა შეიხსენებინა საზოგადოებისთვის როდესაც თესლი დედაკაცზე შემოსავდა ეს ძველი აღთმისეული სწორედ მისი განცხადება ხდება ღვთაებრიობის განცხადება ხდება და ებრაელებიც სწორედ ამიტომ განრისხდებიან იმიტომ რომ ცოდვათა მოტევება ღვთაებრიობის პრეროგატივა არის და ხებდოთ მაცხოვარი, როდესაც ეუბნება მათ ზრახვას გულის ფიქრს, აქაც ხაზგასმით არის. ისინი მაცხოვართან დიალოგში არ შედიან
მათ საკუთარ თავში ეს აზრი გამოხატოს, ხას უსვას მახარებელი რომ ზრახვა და არა ერთმანეთში დიალოგი, რომელიც თქვა მაცხოვრებელთან შეიძლება მოსულიყო და გაეგო, არამედ ფიქრი, აზრი, რომელიც მათში უკმაყოფილება მაშივე დაიბადა და აი, როდესაც მათ აზრს კითხულობს, მაცხოვარი ხელმეორედ ხას უსვავს, ამგვარად თვითონ იგი ღმერთია, ყოვლისმცოდნე არის. და შემდგომ განუმარტავს მას, რომელია მოქმედება, თქვათ, სნეულების განკურნება და ცოდვათა მიტევება და განუმარტავს ამ ყოველივეს და აი აქ საბოლოო ჯამში ეუბნება ორივეს და აყენეს ფეხზე, აიღე ცხედარი შენ და რატო? არც სიტყვას ეუბნება განკურნებული ხარ. პირდაპირ ღვთაებრივ ბრძანებას ეუბნება, რომელთაც ხელმწიფებას გამოხატავს სულისა და სხეულისა. ყოვლითურთ ანუ ხას უსვავს, რომ იგი ჩვენი შემოქმედია, როგორც სულიერისა, ისე ფიზიკურისა და ამის შემდგომ წარმოაჩენს დასტურად ის, რომ ის ნამდვილად მოქმედია და არა ვინმე ყალბი ლიტონი თვითმარქვია, რომელიც გარკვეულ ამბიციას გამოხატავს და დასტურიც ეს არის, რომ ადამიანს, რომელსაც მეტყველებაც არ შეეძლო და სხვათაგან მოყვანილი იყო, ის განკურნებული აღდგება და მიდის და ხალხში შესაბამისად სიხარული ეღვიძებს. სანამ თქვათ ამ შეპირისპირებაზეც დავუბრუნდებით, ერთი რამ შევნიშნოთ არსებითი, რატომ არის ეს მდგომარეობა, რამდენადაც ჩვენ მარხვის დასკვნაში გადავდივართ და მარხვის დასკვნა რა არის? ნებისმიერი მარხვა, რომელიც მოციქულს ეძღვნება, შობას ეძღვნება, ღვთისმშობელს ეძღვნება, აღდგომას თუ რა, ეს არის ღმერთთან მიახლება. თუნდაც მოციქულები რას ამბობენ? ძმანო მობაძავ ჩვენ და იყვენთვის არცა ჩვენ ქრისტესა. ნებისმიერი მოქმედება მიდის ქრისტემდე. როდესაც ჩვენ სამოციქულო მარხვას გავდივართ მოციქულთადმი პატივი მიგება, მაგრამ უაღრესი რა არის? მოციქულთადმი პატივი მიგების რა არის? შინაარსი, მათი სწავლა მოქმედების დაფასება, აღსრულება და სწორედ ბაძვა რას ნიშნავს? ქრისტესადმი ბაძვა, ქრისტეს სახის მატარებლობა შინაგანად და აი სწორედ ამ დროს ხდება ჩვენი ღმერთთან მიახლება. დღესასწაულის უმთავრესი რა არის? როგორც შევნიშნეთ, რომ არათუ უბრალოდ წმინდანთან მივდივართ, აი ჩვენ შემდგომ მიძინების მარხვაც გვექნება, არათუ უბრალოდ ღვთისმშობელს მივიახლებით, არათუ მოციქულებს მივიახლებით, არამედ მათ მიერ გავლილი გზის შედეგად ღმერთს. მოციქულთა ცხოვრება რა საინტერესო რამ არის? კარგი იქნებოდა, ხო დრო რო გქონოდა, თითეული მათგანის მრავალ სახეობა რო განგვემართა, რომელთაც თითოეული ჩვენგან პარალელს დავუჭერდით ჩვენ ყოფით ცხოვრებაში. ზოგჯერ ჩვენ ერთგვარად მითოსურ განსაკუთრებულ პერსონებად ჩავთვლით ხოლმე მოციქულებს, მაგრამ გვავიწყდება მათი შინაგანი ფერისცვალების გზა, როგორიც ცვალებადი იყო, აღმავალ-დაღმავლობით განსაზღვრული. თუნდაც პეტრე მოციქული, რომელიც შემდგომ სამზის უარყოფილობიდან მობრუნებული იყო, როგორ ხდება ერთგვარად მაინც შინაგანი ღვთის წინააღმდგომი, როდესაც სულთმოფენობის შემდგომ წარმართებთან ქადაგებას ავალებს და ამ დროს მასში შინაგანი შებორძიკება და კვლავ საგანგებო უწყებაა საჭირო, რომ გამოფხიზლდეს და მივიდეს და დასტური ქონდეს, რადგანაც მას არ სურს არაებრაელებთან მისვლა და ქადაგება საღვთო სიტყვის მიწოდება მიუხედავად იმისა, რომ მათ როგორ გვაუწყებს ის, რომ ისინი ამაღლების წინ ამგვარი კურთხევით იყვნენ დარიგებულნი, ხო? მათში ცვლილება იყო, თუნდაც პავლე მოციქულის შიწყნარების დროს როგორი იჭვნეულობა იყო, თუნდაც გარკვეული ცილობანი მანამდეც იყო, აღდგომამდეც და აღდგომის შემდგომათაც ერთგვარად ხვდებით. ანუ რა, რომ ისინი სულიერ ფერისცვალებას განიცდიან, ნაბიჯნაბი, თან ცვალებადობით, აღმავალ-დაღმავლობით და ჩვენ თითოეულ მათგანისა თუ ერთად აღებულთაც შეგვიძლია პარალელი გავავლოთ, ალბათ კარგი იქნებოდა ერთხელ საკუთრივ მოციქულებზე გვესაუბრა და თითოეული მათგანის გზა დაგვეხასიათებინა და წარმოგვეჩინა, რომ დაგვენახა ერთი მნიშვნელოვანი მარცვალი. რატომ აჩვენებს სახარება მოციქულების კნინობით მხარეს და თქვათ მათ წარსულს თვალს არ მიაფარებს და აღმატებულ მოღვაწეობით სახეს ცალსახად ამ მხარეს რატომ არ აჩვენებს? იქიდან გამომდინარე, რომ თავად ნებისმიერ მოციქულს, როდესაც ქრისტე გამოარჩევს სხვადასხვა მდგომარეობიდან, რომელთაც ისინი სოციალური თუ ემოციური, სულიერი სახით ჩვენ პარალელი გარკვეული ხატი სახე ავიღოთ თითოეულ ჩვენგანში, რომლითაც თუნდაც
იუდა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა მეწვრილმანე ჯიბგირი, მათემებაჟე, იქ ეროვნულ გამათავისუფლებელ გარკვეული ეროვნული ამბიციებით შეპყრობილი ადამიანი, თქვათ იქ მეთევზე, მათი კილომეტყველება, ნუ ყველა ქცევა, მანერები, რომელთაც ძალიან სხვა და სხვა გვარი იყო და შესამჩნევი საზოგადოებაში, აი ამ დროს მათი ფერისცვალება ღმერთთან ურთიერთობაში იმდენად შესაძლებელია, რომ თავად ღმერთსა და ადამიანს შორის მათი მოციქულად დადგინება შესაძლებელი და ეს იმედს გვაძლევს ჩვენც აღვიძრათ სურვილით მოღვაწეობისა, რომ ჩვენშიც შესაძლებელია ესეთიგად თანდათან ცხოვრების დაფასება არ გამოიხატება მხოლოდ იმით, რომ გვეცოდინება მათი ცხოვრება, ხომ და წაკითხული გვექნება, როგორც ისტორიის ერთი ნაწილი, ასე ვთქვათ, ხომ, არამედ დაფასება მაშინ იქნება, როდესაც მათი ცხოვრების მაგალითს განმოვიტან შესაბამისად, თუ როგორ შეუდგნენ ხალხს და მოციქულთა დაღვრილი სისხლი, მოციქულთა დაღვრილი ოფლი, მოციქულთა დაზღვილი შრომა, რას ემსახურებოდა, სწორედ ამის გათავისებაა და სწორედ როდესაც ღმერთი განცხადდება აი ამ სახარებით ჩვენთვის მარხვის ბოლოს ჩვენ მივახლებით ვისთან გვაქვს საქმე ადრესატი რისკენ მიემართება ჩვენი მთელი ცნობიერება და მცდელობა რას ემსახურებოდა და არა ის თქვათ აი მე ნამაზი რაღაცა რიტუალი რაღაცა ვუდუს ფორმულა აღვასრულოთ, რომელთაც რაღაცა უბრალოდ განპირობებული იქნება, ან უბრალოდ ღვთისმსხვილში რაღაცა წყალობა მაძლს ვპოვებთ. არა. ჩვენი მოცემულობა რომ მუდმივ აღმავლობას გავდიოდეთ და არა რაღაცა ნორმატივების შესრულებით დროის პერიოდი განვლოთ და ნუ ხო, აი, კეთილი მონა, ხო. რა კარგია წესიერად არის თავის ჩოშაში ჩარჩოებში დისონანსი არ შემოგ. ღმერთს ეს არ ჭირდება. ღმერთს ჭირდება ჩვენი სულიერი შინაგანი აღმავლობა და ყველა მოქმედება სწორედ სულიერ ცნებათა აღსრულებით დამარხვით ხდება ასპარეზით, რომელთა თითოეული ჩვენგანი დამაშვალნიც ხდებით, მოწამენიც ხდებით, საკუთარი თავის წინაშე, საკუთარ შინაგან განწყობათა წინაშე მებრძოლით, რომელთაც თუნდაც ჩვენი ამბიცია შემდგომ შეიძლება ამ ბრძოლის ველზე ბევრჯერ დავეცეთ, მაგრამ თავარი არის რომ წამოვდგეთ და გავაგრძელოთ გზა და ფარხმალი არ დავყაროთ. შინაგან ჭიდილი ადამიანს ხო გააჩნია რომ თქვათ ჩემი ღირსება შეილახა, ჩემი სახელი შეილახა, ჩემი განწყობა ხალხში როგორ გამოჩნდება. აი სწორედ როდესაც ამ პროცესში შენ გადალახავ საღვთო სიტყვების გამო, ეს ჩვენი მოწამეობა, ეს ჩვენი მოღვაწეობა, ეს ჩვენი სწორედ სიკვდილია ქრისტეს წინაშე, სწორედ ოფლისა სისხლის დაღვრა, რომლითაც მივდივართ ქრისტემდე. ყველაზე დიდი მაგალითი თავად მაცხოვრის გზა ხო? ერთ რამეს მინდა შევეხო ახლა. და ისიც აღნიშნოთ უფრო დეტალურად მამლევან რომ კვირას აღნიშნავთ პეტრე პავლობას და სრულდება. დიახ, და ამას სრულდება და შესაბამისად ეს სახარება გარდა წმინდათა სახარებისა, რომელიც თქვათ მეორე ამონარიდი არის უკვე მოციქულთად მიძღვნილი, სწორედ ეს ამიტომ არის შერჩეული და მარხვის დასასრულს ღმერთთან შეხვედრის, ყოველთვის ღმერთთან შეხვედრის მომენტია ასახული. ერთი რამასაც მინდა პატარა მცირე თემიდან გადავუხვიოთ. ეს გიორგი თაწმიდელის ხსენება არის. დიახ, ამაზე ვისაუბრებთ მომდევნო. როდესაც სახარებას ვკითხულობთ ხოლმე, სულ მუდამ კითხვა უჩნდება საზოგადოებას, ვინც ჩახედული არ არის, რა არის ასეთი კონსერვატიზმი ეკლესიისა, რომ მხოლოდ ცალსახად ძველ უკვე 10 საუკუნეზე მეტი 10 საუკუნე გავლილი სახარების ტექსტს ვკითხულობთ. სახარების ქართულად რედაქტირება საქართველოს ეკლესიას არაერთგზის უცდია და ჩინებული თარგმანი ქონდა, როდესაც ბერძნულიდან იოანეს თხოვნით ექვთიმემ თარგმნა, მაგრამ ცირედი, მაგრამ კვლავ სრულყოფისათვის გიორგი მთაწმიდელი შეუდგება. გიორგი მთაწმიდელის შემდეგ არაერთი მცდელობა იყო თარგმანებისა, თუ თან საღვთისმეტყველო ერთგვარი ფილოსოფიური ენით გამდიდრებისა, ეფრემ ციმბერი რამაც თარგმნა შეიტანა, მრავალგზისად იყო და მათ შორის მე-20 საუკუნის დასკვნით ნაწილშიც თანამედროვე ქართულზე არაერთი რედაქტირება, მაგრამ ენა, რომლითაც პირველ რიგში შენარჩუნდა მაცხოვრის ქადაგებითი სწავლება, სიღრმისეულობა, ამავ დროს ბერძნულ და არამეულ ენასთან ერთგულება, სიახლოვე და აზრის მოტანა, თან ზედმიწევნითობა, თან შინაარსობრიობა, ეს ერთგვარი სინდესი, რომელიც გიორგი მთაწმიდელმა შეიმუშავა, ეს ამაზე უმჯობესი ვერ გააკეთა და ამავ დროს ერთი რამის დავძინოთ.
ლათინურისგან, ბერძნულისგან, სომხურისგან, სირიულისგან, კოპტურისგან, სლავურისგან სხვაობით ქართული ენა მკვდარი ენა არ არის. ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ შეიძლება ერთი რამ შევნიშნოთ, რომ გრამატიკული წარმოება წინადადების დრო სიტყვისა ერთგვარი მხოლოდ სხვაობა გვხვდება, მაგრამ მეორე პრობლემა ჩვენიდან მომდინარეა, რადგანაც ჩვენ თვითონ ბარბარიზმებით გაძევებული გვაქვს კუთრი სიტყვათა ფონა და უკვე საკუთარი სიტყვები გვაქვს გაუცხოებული და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ენით ჩანაცვლდება ბარბარიზმია. ზოგჯერ ბარბარიზმი ერთია. სწორედ ის შემოსული სიტყვა სისავსისას ვეღარ წარმოაჩენს იმ აზრის სისავსეს და შეიძლება სავსებითაც შეცვალოს. აი, როდესაც ჩვენთან მაშინ ჭირდა სახარება და სტოკჰოლმის რედაქცია ახალი აქტმა და ფსალმუნების საზოგადოების ნაცნობია შემოვიდა და როგორ დავეწაფეთ, შემდგომ წარმოჩინდა, აი სწორედ ამ ცდელობით თანამედროვე ენაზე, როდესაც მიუხედავად რაღაცა ცდელობა იყო, მაინც ერთგვარი გაუთვალისწინებლობა იყო ენის სისავსისა და სიღრმისა და უამრავ ხარვეს შეიცავს. დღეს მაგალითად იმ სახარებას მე როდესაც გადავავლებ ხოლმე, სრულიად სხვა რამ წერია იმ მოცემულობის და სინამდვილისგან განსხვავებით, რაც დედანში იყო დაწერილი და რაც რისთვისაც იღვაწა გიორგი მთაწმინდელმა, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ეყვანა და ჩვენ ორი რამ გვმართებს. უბრალოდ საკუთარი ქართული ენა ვისწავლოთ, სიღრმისეულად გავიღრმავოთ და მეტყველებასაც და აზროვნებასაც ეს ამდიდრებს და მე სრულიად გასაგები ხდება და ასევე საკუთარი ენის პატივისცემა და სიყვარული გამოვა. გიორგი მთაწმინდელის შესახებ რა თქმა უნდა გადაცემები არ იყოფა თავისთავად, თუმცა ამ საკითხზე მე ჩვენ მომდევნო სტუმართან ერთად უფრო ცალად ვისაუბრებთ. მამა ლევან და რამდენიმე წუთი გვაქვს სულ დარჩენილი დაახლოებით 3 წუთი და პეტროპავლობის შესახებაც მინდოდა რომ მე თქვა ვინაიდან კვირას აღნიშნავთ და ამით ვასრულებთ მარხვას. ზოგადად ამ მარხვას მოციქულთა მარხვა ეწოდება და მთავრდება საკუთრივ ორი მოციქული გამოირჩა იქიდან გამომდინარე, რატომ თავნი მოციქულნი ყველანი თანაბარნი იყვნენ და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რაღაც ასპექტით იოანე მახარებელიც კი უაღრესად წარმოაჩინოთ. ორი მოციქული წარმოჩინდება არა თქვათ რაიმე მოქმედების დადგინების გამო თქვათ როგორც სპეკულირებენ ლათინი პეტრე მოციქულზე რომ თითქოს იგი აღმატებული იყო დანარჩენზე არა ან პავლე მოციქული მისი მისიონერული ღვაწლის გამო არამედ ერთი უმთავრესი მათი ღვაწლი თეულ მათგანის მეტად მნიშვნელოვანი იყო და პეტრე პავლე მოციქულის რა თქმა უნდა ძალიან უაღრესი იყო მაგრამ უმთავრესი რომი წარმოადგენდა იმპერიის დედაქალაქს და თავად რომში სარწმუნოების ასე რიგად საჯაროდ დამტკიცება ეს იყო უაღრესი რეზონანსი მთელ იმპერიაში იმიტომ რომ თქვათ რაც არ უნდა თქვათ რეგიონალური ყოფილი უაღრესად ტეტრარქიის პერიოდი იყო თქვათ ანტიოქია იქ ალექსანდრია ნებისმიერი რამ რეგიონი იყო და იქიდან გაჟღერებული ამბავი იმდენად რეზონანსული არ იქნებოდა რამდენადაც რომში და დამტკიცება უშუალოდ შიგ-გულში სადაც პროპაგანდა ხდებოდა, რეზონანსი ხდებოდა, გავრცელება ხდებოდა წარმართობისა, აი იქ აღიაროდა დამოწმო შენერწმენა ეს ყოფილად მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ განადიდებს ეკლესია მათ და თავისთავად მათი ღვაწლის იდეც პავლე არ იყო 12-თაგანი, მაგრამ გაუტოლდა და აღემატა დანარჩენებს. ძალიან დიდი მადლობა მამა ლევან მობრძანებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო განხილვისთვის, საუბრისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ წმეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი.